ჭიკაიძეების ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ ხომში 25 წელია ქოხში ცხოვრობს. ფიცრებს შორის დარჩენილ ნაპრალებში ქარი რომ არ შევიდეს და სითბო შეინარჩუნონ, ქოხს ცელოფანი აქვს შემოკრული. ოჯახში 7 წევრია, აქედან 3 მცირეწლოვანი. 5 წლის გია, 3 წლის ალიკა და 7 თვის მარიამი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იზრდებიან. დიდმა თოლმა ან ძლიერმა ქარმა ქოხი შეიძლება ნებისმიერ დროს დაანგრიოს. ღამე თუ ფეჩი არანთია სცივა, როგორ არა სცივა. ფაქტის სახეზე აბა როგორანაირად არის და სცივა, როგორ არა სცივა, მაგრამ ფეჩი რანთია რა სცივა რა. მე 6 წელია ხარ, 6 წელია ყოველდღეს ბირდებიან, აჰა, მძეს გავაკეთებთ, იმ მძეს ოღონდ ხმა მოგვეცითო და არაფერი შედეგი არ არის. ჭიკაიძეების სახლი 1992 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მაშინ ხომში ყველა სახლი დაზიანდა, მაგრამ ჭიკაიძეები საერთოდ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. სახლი ხოდა 93-მდე. მოხდა ისახა დაინგრა, მიწისძვრა. ისახა დაინგრა. და გაჩვიდა ხარე ჩვენერ გარდან ყოფილა. ათიშვილი რო რაღაც ამოსულიყო, მოსულიყო ენახა რომ დაინგრა, იყო არ იყო. მე არ დაჩაის მასალა. აი ესაა შედგენ ის მიცული. ბავშვებისთვის არც სკოლამდელი განათლებაა ხელმისაწვდომი. უახლოესი საბავშვო ბაღი სოფელ მაღაროს კარშია, 25 კილომეტრის მოშორებით. ხომიდან ცენტრალურ გზამდე მანძილი 4 კილომეტრია. სოფლის გზა ტყეზე გადის. არის ნადირის თავდასხმის საფრთხე. ზამთარში კი ამ გზის გავლა თოვლისა და ტალახის გამო მაღალი გამოვლობის ტრანსპორტითაც შეუძლებელია. გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა ადის. აქედან ჩასვლა ძალიან ძნელია. 4 კილომეტრი უნდა რომ აქედან ქვემოთ ჩახვიდე. ტრანსპორტი არა ვერ ამოდის, როცა თოვლია ნამქერები იცის ხოლმე ძალიან დიდი და ცხენსაც უჭირს გადაადგილება ხოლმე ქვემოთ. ამიტომ ფეხით გვიწევს კვალის გატანა, რომ ჩავიდეთ ქვემოთ. ბავშვებზეც რა ვიცი, ძალიან ძნელია, ბავშვი მარტო გაუშვა ქვემოთ, უკვე მე-5 წლისაა ბავშვი და ბაღშიც უნდა მისვლა, სკოლაშიც ვერ მიყვავს, ვერანაირად ვერ მიჰყავთ ამათ. საშიში იმიტომ რომ გლებია. ჭიკაიძეების ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებდა, თუმცა მესამე ბავშვის დაბადების შემდეგ დახმარება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ. ფულადი დახმარება სულზე 50 ლარი. სულზე. ჯამში? ჯამში 192 ლარი. და ხდებოდა გოგო პატარა. და სოთია ჯერ არ აგვიღია დახმარება. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, გამგეობა არ არის ვალდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სახლი აუშენოს. თვითონ მოსახლეობამაც საშენი მასალები მისცეს, ხის მასალა, სახურავის მასალა, მაგრამ არ გამოიყენეს და დააწვეს ხუმელში. შემოტანილია განცხადება სახლის მასალებს ითხოვს. ჩვენ კომისიაში არის შექმნილი ამისი სტიქიით დაზარალებულების და უკიდურესად გაჭირვებულებისთვის. ამ კომისიაზე განიხილება ეგ საკითხი და თუ ეკუთვნით შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. ბიუჯეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველა სახლები უშენოთ. არც ვალდებულება აქვს მუნიციპალიტეტს სახლები უშენოთ.